კრემლის მაღალჩინოსნები წინასწარ განწყობებს არ მალავენ. საგარეო საკითხებში ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მრჩეველმა იური იუშაკოვმა ამერიკელ კოლეგასთან მაიკლ ვოლცთან საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის პირობა მოსკოვისთვის მიუღებელია. მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ამას უკრაინული ჯარების გადაჯგუფების საშუალებად მიიჩნევს. მართალია მაღალჩინოსანი პუტინის ნაცვლად საუბარს მოერიდა, თუმცა რუსულ მედიასთან ცხადყო, რომ კრემლი მაქსიმალურ შედეგებზე იღებს სწორებას. ჩვენი პოზიციით ეს სხვა არაფერია თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინული ძალებისთვის. ვთვლით, რომ ჩვენი მიზანი მაინც გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირებაა. სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. ეს კი ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს, ჩვენს ყველასათვის ცნობილ წუხილებს. ნაბიჯები, რომლებიც უბრალოდ სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა, ამ სიტუაციაში არავის სჭირდება. ამ განცხადებების ფონზე ვნუკოვოს აეროპორტში ჩაფრინდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი, დონალდ ტრამპის ძველი მეგობარი და ახალი დესპანი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი. სწორედ მას ერგო მოსკოვისთვის ქალაქ ჯიდაში შეთანხმებული დეტალების ოფიციალურად გადაცემა და პასუხის მოსმენა. ამასთან ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია საერთაშორისო ზარისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგება. Действительно, переговорщики летят. მომლაპარაკებლები მართლაც მოფრინავენ და კომუნიკაცია მართლაცაა დაგეგმილი. კონტაქტები უკვე იყო. გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი ვოლცსა და უშაკოვს შორის. რუსულ მხარეს გარკვეული ინფორმაცია გადაეცა. ვიდრე ეს მოლაპარაკებები დაწყებულა და მინდა შეგახსენოთ, რომ ის ჯერ არ დაწყებულა, არასწორი იქნებოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი. თავად ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს დიპლომატიური ტონი შეინარჩუნოს და მოსკოვს პოზიტიური ნაბიჯებისკენ უბიძგოს, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს მაინც ვერ გაექცა. კითხვაზე რა ბერკეტი აქვს ამერიკას რუსეთის უარის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ასე უპასუხა. იმედია რუსეთისგანაც გვექნება ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა. თუ ეს მოხერხდა, ვფიქრობ, ეს ამ სასტიკი სისხლის ზღვრის დასრულების 80% იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მათზე ზეწოლა, მაგრამ იმედია ეს საჭირო არ გახდება. მე შემიძლია იმგვარი ფინანსური ქმედებების განხორციელება, რომელიც რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნება, რომელიც იქნება გამანადგურებელი რუსეთისთვის. მაგრამ მე ამის გაკეთება არ მსურს, რადგან მშვიდობა მინდა. მე მსურს ვიხილო მშვიდობა და ჩვენ მას ვნახავთ. ჩვენ შესაძლოა ვუახლოვდებოდეთ რაღაცის გადაწყვეტას. უკრაინა მოვაგვარეთ, რაც შეიძლებოდა უფრო რთულიც კი ყოფილიყო. მაგრამ ისინი დათანხმდნენ მშვიდობას. პარალელურად მედია დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების შესახებ წერს. Washington Post-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით რუსეთი ომის დასრულებას 2026 წლამდე არ განიხილავს. მკაცრ უარს ამბობს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსებაზე. უკრაინისგან კი მოითხოვს უარი თქვას ნატოზე, აღიაროს წართმეული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში. მოითხოვს უკრაინის არჩევნებში პრორუსული ძალების მონაწილეობის უზრუნველყოფას. ბუფერულ ზონებს ბრიანსკთან და ბელგოროდთან, დებილიტარიზებულ ზონებს ყირიმთან და ოდესასთან. სამწუხაროდ დღეზე მეტია, რაც გაკეთებულ შეთავაზებაზე მსოფლიოს რუსეთის არსებითი პასუხი არ მოусმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ცდილობს გაახანგრძლივოს ომი და დააყოვნოს მშვიდობა, რაც შეიძლება დიდი ხნით. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა იქნება ხელშესახები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი. ჩვენი გუნდი მზადაა კონსტრუქციული მუშაობისთვის პარტნიორებთან. უკრაინა მოწოდებულია გააგრძელოს სწრაფი სვლა მშვიდობის მიმართულებით. მზად ვართ ვითამაშოთ ჩვენი როლი სანდო, ხანგრძლივი და რიგიანი მშვიდობის მისაღწევად. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი დროს მანამ გააჭიანურებს, ვიდრე კურსკიდან უკრაინულ ძალებს ბოლომდე არ შეავიწროვებს. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რამდენიმე თვეა უკრაინის შეერაღებული ძალები იკავებენ. ქალაქის სუჯას დაბრუნების შემდეგ ვლადიმერ პუტინი კურსკში პირადად ჩავიდა და ტერიტორიის უახლოეს პერიოდში გათავისუფლება ბრძანა. თავად უკრაინასაც უწევს იმის აღიარება, რომ მომგებიან პოზიციაში ამ მხრივ არ არიან. თუმცა იქნება თუ არა პუტინი მზად მშვიდობისთვის, კურსკის დაბრუნების შემთხვევაში კითხვაზე პასუხი ღიად რჩება.